როდესაც რა მიკვირდა ბრალდების სააპელაციო საჩივარით, რომ უზრფელი არ ვიქნები, არაფერი არ გამიკვირდა, სამწუხაროდ სისტემა მუშაობს ასე. იმ შემთხვევაშიც კი თუ არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ შემთხვევაში ასაჩივრებს. ეხლა პროკურატურის მოტივების გამოცნობა ამის უკან არ მჭირდება და არ მაინტერესებს. ფაქტია ისინი ითხოვენ ბრალდების დამძიმებას და სასჯელის დამძიმებას. ანუ ამაზე სამართლებრივ და მორალურ პასუხისმგებლობას თვითონ იღებენ. წინასხდომაზე თქვენ თქვით, როგორც მახსოვს, რომ გაქვთ განცდა, რომ ეს საჩივა განაჩენი არ დაუწერია მოსამართლეს ახელაშვილს. თუ შეგიძლიათ ამის ოდნავ განვრცობა? მკითხეთ, იმიტომ რომ ვიღაცებმა მკითხეს. მეც განცხადება რომ გავაკეთე, ამაში ის კი არ ვიგულისხმე, რომ ციცერონს დააწერინეს ისეთი განაჩენია, რომ ეჭვმაქვს, რომ ვიღაცამ ძალიან გონიერმა დაწერა. არა, ყველაზე დიდი ამაში ვარაუდობ, რომ განაჩენი დაწერა მისმა თანაშემწემან, რომელიმე თანაშემწემ ეს ეჭვია საუბედუროდ იმ დონეზეა ეს დაწერილი ეს განაჩენი, იმ დონეზე არ იცის ამ განაჩენის დამწერმა, რაზე ვლაპარაკობ, საუბრობდი სასამართლო დარბაზში, ხაბარს არ არისო, ხო გაგიგიათ, აი ასეთი მონაკვეთებია ამ განაჩენში, ამი ხაბარს არ არის, რაზე ვსაუბრობდით საერთოდ. ამიტომ ეხლა რა უნდა ვივარაუდოთ? გასამტკიცებულებები პირდაპირ არის, თუ არა რატო წერია? მაშინ განგება მახინჯებ? მაშინ ამ დონის არაკეთილსინდისიერი ხარ მოსამართლე? ამ ორი ოპციიდან არც ერთი არ ვარგა. ერთი ის რომ დაწერა ვიღაცამ, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა დარბაზში და მეორე ის რომ ისე დაამახინჯა მოსამართლემ ფაქტები, ისეთი არაკეთილსინდისიერია, რომ აი ეს პირდაპირ თეთრით შავზე თუ შავით თეთრზე ცრუობს. აი ეს ორი ოპციაა, მეტი ოპცია არ აქვს ამ განაჩენს.